გამარჯობათ, გილოცავთ შობას, მრავალს დავესწროთ, შეგვეციოს მისი მადლი და გაგვაზრდილოს სრულიად საქართველოს და ქართველ ერს, ყველა მართლმადიდებელს. სადღესასწაულო დღეები მიმდინარეობს მართალია, მაგრამ ჩვენს ირგვლივ და მთლიანად მთელ მსოფლიოში მოგეხსენებათ, როგორი მძიმე და რთული მდგომარეობა და სიტუაცია სუფევს. განსაკუთრებით ჩვენგან შორს ერთ-ერთ კონტინენტზე, ვენესუელა მყავს ხედველობაში, თუ როგორ ის ისწრაფით ელვისებური სისწრაფით შეიცვალა მდგომარეობა. იგივე პროცესები მიმდინარეობს, ვინც კარგად ერკვევა პოლიტიკაში და ვინც უფრო შორს უყურებს მთლიანად პროცესების მოვლენების შედეგები როგორი დაიდება, აგერ ჩვენს ყურის ძირში, ასე რომ ვთქვათ, ირანში. ირანში ესე არ დამთავრდება, ხა ის ინა პერიოდი მოთელის იყო. ეს ყველაფერი კარგა ხნის უკან არის მომზადებული. აქ ეხლა ზოგიერთები ამბობენ, რომ აი ამერიკაში ესევა ეხლა და თვითმფრინავები დაბომბავს და რაღაცა მსგავსი, არაფერი არ იქნება. აქ შიგნიდან უკვე დაძრეს ეს პროცესი, შიგნიდან შეცვლიან ყველაფერს და უკვე მრავალი დაჯგუფებები გაჩნდება თვით აი ამ ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოში, რაც ჩვენთვის ძალზედ საშიში და საფრთხილო არის და დასაკვირვებელი არის ძალიან. მე წლების უკან საუბრობდი, რომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი გონიურული ეკონომიური სიძლიერე. აი ხო ხედავთ ახლა ჩვენთან ჩვენ ისეთ გარემოში ვართ, ადრე რუსეთიდან მოხსნეს, შემდეგ მიგვაბეს, ასე რომ ვთქვათ, თურქეთსა და ირანის ბაზარს. აი როცა ყვიროდნენ ერის მამებად, რომ მიაჩნდათ თავი, რომ ბაზარი ყველაფერს მოაწესრიგებსო, რანაირად მოაწესრიგებს ახლა ბაზარი. თუ დაგიკეტეს საჰაერო სივრცე, იქიდან მოდის ყველაფერი და სახმელეთოშიდაც გვექნება ძალიან დიდი პრობლემა. ღმერთმა არ აქნასდა წავიდეს უმართავი პროცესები ახლო აღმოსავლეთში, ეს ახლო აღმოსავლეთის პროცესები მე გადაიზრდება უკვე შუა აზიაში და გახსოვთ ალბათ მე საუბრობდი კიდევაც ავღანეთში დატოვებულ იარაღზე. აი ეს ავღანეთში დატოვებული იარაღი დაიძურება პირდაპირ და ის ჩვენც შეგვეხება. ანუ გამოდის სამი მხრიდან რუსეთზე შეტევა. ეს არის დასავლეთის მხრიდან უკრაინა მონაგონი იქნება. იქ გადაწყვეტება მე უკვე პოლონეთსაც, გერმანიასაც და ბელგიასაც და კავკასიიდან იქნება ასევე მძლავრი შეტევა და შუა აზიიდან. ეს დაგეგმილი ქონდათ ყველაფერი. ახლა მიდის ირგვლივ რუსეთის ირგვლივ მთელი პროცესები. მე უკვე შიგნით იქნება ეს პროცესები. რუსეთმაც ძალიან ბევრი არაგონიურული ნაბიჯები გადადგმა. პირველი არაგონიურული იყო ის, რომ დაეტაკა პატარა საქართველოს და იმის მაგივრად ის ძველად წაღებული ტერიტორიები შემოერთებია და ერთიანი და ძლიერი შეექმნა საქართველო. იქით მოაგლიჯა ჩრდილოეთ ქართლის უდიდესი ტერიტორია, სოლისებური სვლა გააკეთა და მეორე აფხაზეთი. და მოწამლა ის აფხაზები და მიაჩნია თავი თითქოს არ არიან ქართველები. 75-80% დნმ-ის ისინი რო ავიღოთ ჩვენ უკვე აი გენეტიკური მეცნიერული დასკვნები არის უკვე დადებული, რომ რაღაცა 70-75% ის ძირძველი ქართული მოსახლეობა, მეტი წილი არიან მეგრელები და სვანების. იგივე არის ჩრდილოეთ ქართლში, თითქმის აი დვალები გამქრალი როგონი ადამიანებს, ენა აქციაცული, ოსურად ლაპარაკობენ და შიგნით არიან ქართველები. აი ეს ჩაიდინა რუსეთმა და იმკის კიდევაც მე მოიმკის აუცილებლად. ჩვენთან დატაკება არაფრით არ შეიძლებოდა, არანაირი დანაშაული ქართველ ერს მათ წინააღმდეგ ჩვენ არასოდეს არ ვქონია.
პირიქით ისინი იყვნენ, რომლებიც ხებავდნენ ჩვენს ტაძრებს და უამრავი ჩვენი საეკლესიო ნივთები აიღეს და გაზიდეს ეკლესიაში. რანაირად შეიძლება ახლა მართლმადიდებელმა სახელმწიფომ თვითონ აიღო და მეორე შენზე უფრო ფიზიკურად მცირე იმას ქვეყანას მოსტაცო მთელი ეს განზეულობა. ეს ოულად დაუშვებელი იყო. და ახლა ზუსტად მოიმკის კიდევაც. ზოგიერთებს როგორიათ რომ ახლა ის იკეთები საბჭოთა კავშირს რაც გქონდა იგივე იქნება რუსეთს და ესა გავერთიანდებით რუსეთთან აიფერერ გამოვა მაგით არანაირად არ გამოვა პირიქით რუსეთმა რომ კიდე გადადგას ნაბიჯი საერთოდ დააგუცმაცებს საქართველოს კახეთს ცალკე ავტონომიას მისცემს სამეგრელოს ცალკე მესხეთ სამცხეს კიდევ ცალკე უარეს მდგომარეობა იქნება. ჩვენი ერთადერთი გონივრიული პოლიტიკა არის საქართველოში შევქმნათ, აი ეს ჩემი იდეა არის, რამდენად დამეთანხმებით არ ვიცი, მაგრამ ეს ყველაზე კარგი იქნება. შევქმნათ მსოფლიო მრგვალი ოვალური მაგიდა აქ, სადაც აი მსოფლიოს ყველა პოლიტიკოსი ჩამოვა. და აქ გამართავენ მოლაპარაკებს ეს ერთგვარი ჩვენი ქოლგა იქნება და რა თქმა უნდა ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ ხელისუფალი და ის ხელისუფალი რომელსაც ჩვენ მოვუყვანთ გონიერი ბრძენი ადამიანები ერთ-ერთი მათგანი იქნებიან ამ ოვალურ მაგიდასთან რომლებიც თავიანთ სამშობლოს დაიცავენ და არ ჩააყენებენ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიდაც დღეს არის. ერთი ნაწილი ჩამოკიდებულია და გონია, რომ იხსნა არის ჩრდილოეთიდან, მეორე დასავლეთიდან, მესამე აგერ გამოჩნდა კიდე სამხრეთიდან, არაბები და მეოთხეს გონია, რომ აი თურქეთი გვიშველის. არც ერთი არ არის ჩვენი მშველელი. ჩვენი მშველელი არის მხოლოდ ჩვენი სიბრძნე. რაც გააჩნდა ადრე საქართველოს. ის რასაც მე ვამბობ, ეს ყველაზე გონივრულია. და ამუშაოთ ჩვენი ეკონომიკა, თორემ ხომ ხედავთ, თუ ეს ცეცხლი მოედო ჩვენს ირგვლივ, თურქეთიც არ არის კარგ მდგომარეობაში, ალბათ კარგად მოაზროვნე ადამიანი ამას უნდა გრძნობდეს. საწაო მე ეს ისა ვინმე რამეს შემოგიტანს, არავინ არაფერს არ შემოგიტანს და საჰაერო სივრცესაც დაკეტავენ. საიდან უნდა მივიღოთ მე ჩვენ? მარცვლეული იქნება თუ ასე შემდეგ ნებისმიერ რაღაცა ჩასაცმელზე აღარ არის საუბარი რაღაცა ჩასაცმელი კარგი რაღაც დონეზე გაგიძლევს მაგრამ ეს სულსაც სანოვაკი ხო გინდა ან და ესეთი უნური პოლიტიკით როგორც დღეს არის ჩვენი ქვეყანა საერთოდ პოლიტიკა აქვს ხო ისეთ ხალხს გისახლებენ და გქონიან აქ ისა რა მოაფიქრებინათ დღემდე ესე გაუგნებული ვარ ქალაქების აშენება თან ისეთ ქვეყნებიდან რომელიც სხვა სარწმუნოების არის ეხლა რომ დაიწერა ასე იქიდან 100 მილიონამდე არის ის ირანი 90 მილიონამდე არის თურქეთი იქიდან მინიმუმ 10 მილიონი რო დაიწერას მე ჩვენ გავუძლებთ მაგას საერთოდ გადავფარავენ მე შენთან გეტყვი და ვინმე დაეხმარება ახლა რაც გოგის პროდუქტები ისინი აითვისებენ ამას უნდა ძალიან გონივრული დაფიქრება კაცო საერთოდ ხალხს მე როგორც ვაკვირდები არანავლებს ეს მდგომარეობა ასე გონიათ რომ აი დღეს უარის ესე იქნება სულ პირიქით მოხედავთ მზადდება ეს ყველაფერი ეს პროცესი მიმდინარეობს დღეს ვენესუელა ჩააგდეს ესე მდგომარეობაში ხვალე კოლუმბია იქნება ესე მექსიკა იქნება ბრაზილია ესე სულ აითვისებენ ნაწილი იქით დიდი იმპერია ითვისებს ნაწილს აქეთ მეორე იმპერია აითვისებს 3-4 იმპერია აყალიბდება ამერიკის ჩინეთის ინდოეთის რუსეთის და ესენი უფრო მცირე იმპერიები არიან ირანიც და თურქეთის ყველას თავის ინტერესები აქვს და არაბული სამყარო რა თქმა უნდა კიდე 5-6 ყველას სხვა იარაღს იყენებს პირველი იარაღი რაც გამოიყენებს შეაქვთ სხვა ქვეყანაში თავიანთი სასწავლებლები და იქ წვრთნიან
თავისებურად იმ სტუდენტებს, რაც მათ აწყობთ. ეს უნდა გაისიგრძე ამ ადამიანმა. ჩვენთან დაუტოვეს ამ ხალხს, აი დემოკრატიული წყობა, ეს ისეთი წყობა არის, ზოგადად საერთაშორისო, საკაცობრიო და მისაღებია და ჩვენთვის არის, ესე იგი, ჩვენ უნდა ყველას, ესე იგი, თავზე ხელი უნდა გადაუსვათ და თვითონ შეხედეთ, როგორ მდგომარეობაში არიან. ის ევროკავშირი შეიძლება დაიშალოს კიდევაც. მაგრამ იმათ ძლიერი სახელმწიფოები აქვს, ინგლისი ძლიერია, გერმანია ძლიერია, საფრანგეთი ძლიერია, ესპანეთი ძლიერია, იტალია ძლიერია. იმათ აქვს ეს ქარხნებიც და ფაბრიკებიც. და ჩვენ ვიქნებთ ყველა საშინელ მდგომარეობაში, ჩვენ რაც გაგვაჩნდა, უგნურად მოვიქეცით. შევარდნაძეს შევაჭმევინეთ მთელი ეკონომიკა, მთელი საქართველო. გამოვღრუტნეთ, გამოვშიგნეთ და უსახსრებოდ, უენერგიოდ დავტოვეთ მთელი ქვეყანა, სამშობლო. არაფერი არ გაგაჩნია, შენ არაფერი წარმოება არ გაქვს. სახელმწიფო ითვლება, როდესაც წარმოება გაქვს. ეს უნდა შეიქმნოს ერთხელ და სამუდამოდ თითოეულმა ჩვენგანმა. არ გამოვა ის ახლა რომ არიან წასულები იქ უცხოეთში და სხვებს ულიან. ვის რაში დაჭირდება მსოფლიო ომის დროს ის მომლელი? იმას ყველას გამოუშვებენ გარეთ. ამაზე არავინ არ ფიქრობს. რასაც ვაკეთებთ, თვალყურის კაცშვილი არ ფიქრობს. ეს სულ გამოდიან მდიდარი ხალხი, ტელევიზიები, ვისაც აქვს ეს, კერძო ტელევიზიები აქვს. და ლაპარაკობენ რაღაცა ესეთი რა. ლაიქად, ასე რო ვთქვათ რა, სირბილეებით რა. ფელამუშის ენაზე ჩამტკბარი ისე, რომ აი კარგად გამოჩნდნენ ეკრანის წინაშე. შიგნით აი მასაზე მაქვს მე საუბარი. ძლაური, ისა ძლიერი მოტორი არის, ეს საშუალო ფენა უნდა იყოს თორე. ახლა 20% ახლა ის ძლიერია, ისინი ადგებიან და საერთოდ აღარ გაქუსლავენ. ზოგი ავსტრალიაში წავა, ზოგი კანადაში წავა. რა არ აქვს საშუალება, არ აქვს ფული თუ რა. აი ჩვენ ძირითად მასა. რაზეც დგას ერი. აი ამ ადამიანებმა უნდა დავიწყოთ ფიქრი. გაერთიანება და გაძლიერება. იდეა კიდე აი რაც არის რომ აი ეს დიდი პოლიტიკური მაგიდა უნდა შეიქმნას და ყველა უნდა მოიწვიო აქ. რომ ერთგვარი გოლგა შეიქმნა. ეს სივრცე უნდა გახდეს ასე ვთქვათ სამშვიდობო მოლაპარაკებების სივრცე. ყველა უნდა მოვიწვიოთ ჩვენ. არ შეგვიძლია ჩვენ ახლა ვინმეს ხელი ვკრათ. არც ამერიკას, არც რუსეთს, არც ევროპას, არც არაბებს და არც არავის, რადგანაც შემოუშვი ესე მდგომარეობა, ეს ძალის მიერი მეთოდებით ვერავის ვერ გაუშვება. ამიტომ აი ესეთი ის უნდა შევთავაზოთ ჩვენ სერვისი, ასე რომ ვთქვათ. ამ ეტაპზე თემშვიდობებით მომავალ ჩართვამდე, მომავალ ვიდეო რგოლამდე უსურვებ თითოეულ ჩვენგანს სიძლიერეს და შორს მჭვრეტელობას და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ქვეყნის გადარჩენისათვის და სტაბილურობისათვის. აბა, კარგად ვცანდებოდეთ კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ფარავდეს მისი ძალი და მადლი.